მცირე გეოგრაფიულ არეალში თავმოყრილი უნიკალური მცენარეული სამყარო და ენდემური სახეობების მრავალფეროვნება ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამ მრავალფეროვანი ბუნების ნაწილია ზამბახიც. მცენარე, რომელიც საქართველოში არაერთი უნიკალური და ენდემური სახეობით არის წარმოდგენილი. ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით სოფელ ნატახტარში პირველად გაიმართა ზამბახების ფესტივალი. გაზაფხულის ფერადი ღონისძიება, რომელმაც ერთ სივრცეში მებაღეები, კოლექციონერები და ბუნების მოყვარულები გააერთიანა. საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ რეალურად ზამბახების სამშობლო გახლავთ ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცენარეა. მე პირადად ამერიკიდან ვიწერთ ჩემი მეგობრებიც და ნუ ახლა დაახლოებით რო გითხრათ $80-დან იწყება თითო მარაოს ფასი და ყოველ წელს გამოდის ახალი კატალოგი. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ხალხია. ჩემიდან ძირითადად ამერიკული ჰიბრიდიზაციის ზამბახებია, ეს უახლესი მოდელებია, ფაქტობრივად შარშანელი მიღებული ჰიბრიდულები, რა თქმა უნდა, ეს საჩვენებელი ვერსია. დანარჩენები აქეთ რაც გვაქვს, ეს უკვე რამდენიმე წლის ნაგროვებია. კარგი იქნება, რომ რაღაც ერთი საერთო სივრცეც გქონდეს საქართველოში, აი როგორც ვთქვათ, ჰოლანდიას აქ ზამბახების ველი გაკეთეს. თავისი ისტორიულით, ახალი ჰიბრიდულით, ტურიზმისთვისაც ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ აქედან ჰოლანდიაში მივდივართ ზამბახების ველის ანახავად, მაშინ როცა აი არაჩვეულებრივი კოლექციები გვაქვს საქართველოში. ზამბახების პირველ ფესტივალში 7 კოლექციონერი მონაწილეობდა, რომლებმაც ვიზიტორებს იშვიათი, კოლექციური და მრავალფეროვანი ჯიშები წარუდგინეს. სექტორში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოში დეკორატიული მებაღეობისა და კოლექციური მცენარეების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის. წელს ფესტივალს სხვადასხვა ასაკის სტუმარი ესწრებოდა, როგორც მებაღეობის მოყვარულები, ისე ოჯახები და ახალგაზრდები. ახალი სელექციური ზამბახი ძალიან ძვირი ღირს და აქ შემოსვლის და გამრავლების პარალელურად მათი ფასები ძალიან იკლებს. ძალიან ხელმისაწვდომია ახლა ჩვენთვის. მე მგონი რომ ყოველ წელიწადს უფრო გაფართოვდება და უფრო ძალებს მოიკრებს. ყვავილები ძალიან მიყვარს, აქაურობამ ძალიან კარგად გაამყარა ჩემი მოლოდინები და ძალიან ლამაზი ფესტივალი. საქართველოში ყვავილების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მზარდია როგორც მოთხოვნა, ისე იმპორტის მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში დაახლოებით $5,500,000 ღირებულების 745 ტონამდე ყვავილი შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი ღირებულებით დაახლოებით 30%-ით, ხოლო მოცულობით თითქმის 28%-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. მთავარ საიმპორტო ბაზრებს შორის ლიდერობენ ეკვადორი, თურქეთი, სომხეთი, ნიდერლანდები და კენია. როგორც სექტორში აფასებენ, მოთხოვნას იშვიათი და მრავალფეროვანი მცენარეების მიმართ მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესი განაპირობებს.